სააგენტომ გამომატანა ესიაო. ბაღის თანამშრომლებს რომ სამსახურიდან წინასწარ გამზადებული შავი სიის მიხედვით ათავისუფლებენ, ეს ინფორმაცია კიდევ უფრო სარწმუნო ხდება 196 ბაღის აღზრდანების მონათხრობით. დირექტორმა ლია დემურჩევიმ 20 თანამშრომელი ბაღიდან მოულოდნელად პარასკევს საღამოს 6 საათზე ნაჩქარევა ჩანიშნული თათბირის შემდეგ გაათავისუფლა. თათბირზე დემურჩევიმ წაიკითხა სია, რომელიც ბაღების სააგენტოდან გაატანეს და თანამშრომლებს უთხრა, რომ ამ გადაწყვეტილების უკან სააგენტო იდგა და არა დირექტორი. პარასკევს დირექტორმა გამოგვიცხადა, რომ იქნება თათბირი სრულიად უსაფუძვლოდ ყოველგვარი ახსნა განმარტებების გარეშე, ყოველგვარი დასკვნის გარეშე სამსახურიდან გამოგვიშვა. და სააგენტოდან წამოღებული სია წაიკითხა თქვენ თვალწინ დირექტორმა. დანწამ როგორც თვითონ თქვა, სააგენტომ გამომატანა ესიაო და წაიკითხა სია, სადაც ჩვენი 20-მდე თანამშრომელი განთავისუფლა. სააგენტომ მითხრა, რომ ამდენ თანამშრომელს ვერ შევინახავთ და თურმე ზედმეტები ჩვენ 20 კაცი ყოფილვართ და წლებია ვმუშაობ. 13 წელი ამ ბაღში მუშაობ. მე ყოფილვარ დღეს ზედმეტი. სასწრაფო წესით ჩანიშნა ჩატში თათბირი 6 საათზე, როცა მე 3 საათზე ამხსნელი უკვე გასული ვარ, ფიქრებული სახით კითხულობს ამ სიას. ხალბატონი ლია, რომ 20 კაცი ბრძანებაც არ გადმოუწია. არანაირი ბრძანება ხელში არ გვიჭირავს. ჩვენ აქ შეგვასახლეს. ჩვენ არა გვაქვს ფანჯარა, ჩვენ არა გვაქვს ჰაერი, მუშაობდით აი ამ მძიმე პირობებში. 20 ადამიანი უსამსახუროდ ისე დარჩა, რომ მათ არც გათავისუფლების ბრძანება გადასცეს, არც წინასწარ გააფრთხილეს, ვერც მიზეზი უთხრეს და არც კომპენსაციას დაპირდნენ. პარასკევს ისიც სამუშაო საათების შემდეგ მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილეს, რომ ორშაბათს სამსახურში აღარ უნდა მივიდნენ. ამხსნელები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან საქმიანობაში საყვედური არასდროს მიუღიათ. ჩემი პატარები 2 წლიდან გავზარდე და მინდოდა რომ გამეცილებია სკოლაში. არ დამაცადეს ნამდვილად ჩემ პირველ ჯგუფთან ესე რომ ბოლომდე მივსულიყავი და რის გამო გამიშვეს სამსახურიდან. არ ვიცი რა გითხრათ, ხალხო აზრი არ უნდა გაგაჩნდეს ამ ქვეყანაში, რაღაცა პოზიცია, რაღაცა მესიჯი ვერ უნდა დაწერო. რაც არ მომწონდა იმ რეჟიმში, იმასაც წერდი და ვაფიქსირებდი ჩემას, ეხლაც რაც არ მომწონდა, იმასაც ვაფიქსირებდი. სტატუს დაუწერდი რაღაც ლაიქს, გულს რაღაცა და მე ვფიქრობ, რომ სრულიად პოლიტიკური მოტივით ვართ ყველა ეს 20 ადამიანი გაშვებული. აი ამ ჩემ ორ მცირეწლოვან შვილს რა მოუხერხო, სოციალურად დაუცველებელად. ცხოვრობ ქირით. ალაძის შვილებს რო უნდა ჭამა, ჩემ შვილებს არ უნდა, ხალხო, რა ვაჭამო, ლია დემურჩევო. შენ შვილებს თუ უნდათ ჭამა, ჩემ შვილებს არ უნდათ. არც ნაცი ვარ, არც ქოცი ვარ, ხალხო, მოიფიქრეთო, მესამეს რა ქვია. გაგვაგებინონ რა, რისთვის განთავისუფლებენ. მე ჯანდაბას პენსიონერი ვარ, თუ გამიშვებდნენ, ჩემი შვილი დაეტოვებინათ. ბავშვები ძირებიან, მშობლებსაც უყვარს, არაფერი შენიშნა არა. უმაღლეს განათლებით გოგოა წვალობდა თავისთვის ქმარი ხან მუშაობს ხან რა მომწყობიყას და თავისი დირჩენდა თავს ახლა რა უნდა კნას აღდგომა გავვითენეს ამაზი და კოხდა. პედაგოგებთან ერთად სამსახურიდან გაუშვეს შვებურებაში მყოფი ფსიქოლოგი 23 წლიანი გამოცდილებით და ბაღის დარაჯიც. გათავისუფლებამდე კი რამდენიმე დღით ადრე ბაღის თანამშრომლებს რეორგანიზაციის შესახებ დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს. შვებურებაში გასული ვიყავი, პარასკევს მოვიდა დირექტორი სააგენტოდან და ჩამოთვალა განთავისუფლებული ხალხი 20 კაციანი ჯგუფი. 23 წელია არანაირი გაფრთხილება, არანაირი საყვედური, არანაირი არაფრის დარღვევა და ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოხდა განთავისუფლება. მე მაინტერესებს რის საფუძველზე. ვერავინ იმას ვერ ნახავს, რომ მე სადმე აქციაზე ვიყავი, მე არჩევნებში არ მიმიღია ყველგან ყველაფერი ვიყავი ამ მთავრობის მომხრე. ჩემი მეუღლე არის ვარდენ შერაზადიშვილი დარაჯი. პარასკევს საღამოს მოდის და მეუბნება სამსახურიდან გამომიშვესო. რატომ? არ იცის. და რამდენიმე დღის წინ მოაწერინეს ხელი რაღაცაზე, პრეტენზია არ ექნება განთავისუფლების შემთხვევაში. აფხაზეთის ომის ვეტერანი. მართალია ასაკომუნიკაცია 72 წელს თქვენც მიაღწევთ და მერე გადაგდება თუ შეიძლება ადამიანის მერე განსაზღვროთ. უმიზეზოდ გათავისუფლებულთა სიაში მოხვდა აღმზრდელი, რომელიც ლამის მთელი ცხოვრება ბაღში მუშაობს და მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. გათავისუფლებულ აღმზრდელებს ყველა საკუთარი ჯგუფი ყავდა, ახლა მშობლები აცხადებს
აცხადებენ, რომ ბავშვებისთვის საყვარელი პედაგოგების გარეშე ბაღში დაბრუნება ძალიან სტრესულია და გაურკვეველი პროცესები აზიანებთ მცირე წლოვან ბავშვებსაც. 40 წელია მუშაობ საბავშვო ბაღში. არაფრის მიზეზი არ ვიცი. ანუ პარასკევს მოვედი ჩვეულებრივად სამსახურში და 6 საათზე დაგვიბარა დირექტორმა და გვითხრა 20 კაცი ხართ განთავისუფლებული და მიზეზი ჩვენს გვაინტერესებს. ზოგი მეუბნება რომ სულ არ მოვიყვანთო ბაღში. იმიტომ რომ ჩემთან უნდათ გინდათ ბავშვებო ჩემთან ძალიან კმაყოფილები და ძალიან ასე ვთქვათ დადებითი განწყობით ვართ ამ პედაგოგების მიმართ. ვაპროტესტებთ ასე ვთქვათ ამ უცაბედ განთავისუფლებას. როცა თანამშრომლის განთავისუფლება ხდება, უნდა მოხდეს დაახლოებით 2 კვირით ადრე მაინც ამის გაფრთხილება. უსამართლობას ვეჯახებით. არ ვიცით მიზეზი რატომ გაათავისუფლეს. 3 მასწავლებელი ჩვენს რუსულ ჯგუფში, სხვადასხვა ეროვნების ბავშვები სწავლობენ ამ ჯგუფში. ბავშვებს აღმზრდელები ისე უყვართ, რომ სახლში ტირიან, რადგან მათი შემცვლელები არ უნდათ. 196 ბაღის შენობა ახლა რესტავრაციის გეგმაშია. ბაღი ვარკეთილში ახალ შენობაშია გადატანილი. ბაღების სააგენტოში განმარტავენ, რომ გათავისუფლებები იმ ბაღებს ეხება, სადაც ახალ ბავშვებს შენობის გამო ვეღარ იღებენ, თუმცა აღმხსნელები აცხადებენ, რომ მათი ჯგუფები სკოლამდელი ასაკის ბავშვები არიან, რომელთა მიტოვება შუაგზაზე უწევთ. ბაღის დირექტორი დამატებით კითხვებს გაურბის. ბატონოლია, ტევა პირველიდან გიკავშირდებით, ჟურნალისტი ვარ, გვანცა. რატომ ტევა პირველმა 2 დღის წინ დაადგინა, რომ 4 საჯარო ბაღის დირექტორი და თანამშრომლების ნაწილი ბაღიდან ახსნა განმარტებების გარეშე გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზი კი ჩვენი ინფორმაციის წინასწარ შედგენილი შავი სიებია. არასასურველი კადრების თავიდან მოსაცილებლად ბაღში ერთდროულად წამოიწყეს რეორგანიზაციისა და მონიტორინგის პროცესები, თუმცა მონიტორინგი 196 ბაღში არც ყოფილა.